ღაზაში ათასობით პალესტინელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით ბევრი მათგანი სამკურნალოდ მეზობელ იორდანიასა და სხვა დასავლურ ქვეყნებში გადაიყვანეს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით დამატებით არის 15600 პაციენტი, ვისთვისაც სამედიცინო ევაკუაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მათგანია ჯულია, რომელსაც დაბადებიდანვე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ექიმებმა მას ჰიგრომის თანდაყოლილი ლიმფური მანკის დიაგნოზი დაუსვეს. ჯულიას დედის თქმით, მათ ღაზაში ვერ მკურნალობენ. ჩემს ქალიშვილს სახეზე შეშუპება აქვს და ძალიან იტანჯება. მას უჭირს სუნთქვა, ლაპარაკი და სხვა ბავშვებთან ურთიერთობა. ხალხი ვერ ხვდება რა სჭირს ჩემს შვილს. ექიმებთან მივიყვანე, მაგრამ მათ აქ ვერ შეძლეს მკურნალობა. მისთვის აუცილებელია სხვა ქვეყანაში გადაყვანა. მკურნალობა ესაჭიროება 8 წლის კინანცაც, რომელიც საჰაერო იერიშების შედეგად დაშავდა. მას ორივე ფეხში ლითონის ფირფიტა აქვს. მოტეხილობა აღენიშნება ხელსა და თავის ქალაშიც. ფეხბურთის თამაში და ხატვა მიყვარს, მაგრამ ომი დაიწყო და დავშავდი. რომ გავიზრდები, მინდა ექიმი გამოვიდა და ადამიანების მკურნალობა შევძლო. კინანის მამა ამბობს, რომ კინანი ძალიან ხალისიანი ბავშვი იყო, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ღაზაში ომი დაიწყო. კინანი 8 წლის ბავშვია, რომელიც ძალიან მხიარული და ცელქი იყო. ხალხთან ურთიერთობა და ლაპარაკი უყვარდა. მუდმივად ბედნიერი იყო, თუმცა სამწუხაროდ ტრამვის შემდეგ ის სრულიად შეიცვალა. ტრავმამ მასზე ემოციურად დიდი გავლენა იქონია. მალე დედაც დაიღუპა. კანინი უმძიმეს მდგომარეობაშია. სამხრეთ ღაზის საავადმყოფოებში პაციენტების დიდ ნაკადს ვეღარ უმკლავდებიან. ისრაელელი სამხედროების გაძლიერებული იერიშების გამო 10,000-ობით პალესტინელი იძულებულია ქალაქი ღაზა დატოვოს. გაეროს მონაცემებით აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქალაქი 450,000-ზე მეტმა პალესტინელმა დატოვა. ღაზაში დარჩენილი 1000-ობით პალესტინელი კი შიმშილის ზღვარზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით ღაზიდან იორდანიასა და იტალიაში სამედიცინო დახმარების მისაღებად 1000-ობით პაციენტი და მათი თანხლები პირები გადაიყვანეს. პაციენტები და მათი თანხლები პირები აქედან მოდიან სასწრაფო დახმარების მანქანებით, ავტობუსებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ესკორტით, რათა უსაფრთხოდ გაიარონ საბრძოლო ზონები ქერემ შალომამდე. შემდეგ ისინი სხვა ავტომობილებით რამონის აეროპორტამდე და ალემბის ხიდამდე მიდიან, რათა საბოლოოდ იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და იორდანიაში გადავიდნენ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია. საჭიროა კიდევ ბევრი ასეთი მისია და მიმღები ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვალდებულია ასეთ მისიებს მხარი დაუჭიროს. მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერს ომი დაიწყო, ღაზიდან ევაკუირებული პაციენტების საერთო რაოდენობა 7,851-მდე გაიზარდა. თუმცა ადგილობრივი ექიმების თქმით, კიდევ ბევრ პაციენტს სჭირდება მკურნალობა სხვა ქვეყანაში.